ერთი ფრიად უცნაური ვიდეობლოგი უნდა ჩემოგთავაზოთ, ჩავწერო ახლა. მე მყავს ერთი ახლობელი, ნათესავი, ჩემი ხნის კაცი. პლუს მინუს გასაკვირველია, თლათ 73-ში არ არის დაბადებული, მაგრამ ჩემი ასაკისაა. არაჩვეულებრივი მოქალაქე. თავგადაკლული საკუთარ ოჯახზე, საკუთარ ცოლ-შვილზე, კაცი, რომელიც საფხულობით კვირაში ერთხელ მინიმუმ გეუნებით და აი ზამთრობით, შემოდგომა ზამთრობით კი ორ კვირაში ერთხელ მოჰკიდებს ხოლმე ამ ბავშვებს, არა მხოლოდ საკუთარ ბავშვებს, არამედ მხოლოდ თავის ბავშვებს, ხელს და ტყე-ტყე, ღრე-ღრე ატარებს, აიყვანს, ასწავლის ბევრ რამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ იმგვარ რამეს ასწავლის, რასაც ჩვეულებრივ ურბანულ გარემოში ის ბავშვები ვერც ისწავლიან. ახლა ასე გეტყვით, თუ გნებავთ ბუნების სიყვარულსაც ასწავლის მეთქი. ეუბნება მართლა ასე უნება, არ ვაჭარბებ. აი იმ გვირილას, იმ კონკრეტულ ნაირსახეობას, გვირილისა როგორ უნდა მოუარო, აღარ ვლაპარაკობ რომ ასწავლის სოკოს ცნობას, ხეზე ძრომიალს, თევზაობას, შესაძლოა ნადირობასაც, არ ვიცი. მოკლედ, შეზრდის ამ ბავშვებს, ზრდის ამ ბავშვს, შეზრდილი ყავს ეს ბავშვები, მისი და არა მხოლოდ მისი ბუნებასთან. სხვა შორის ეს ერთგვარად მემკვიდრეობითიც არის, ესე ვიტყვი. ხო, გენეტიკური, არა, მემკვიდრეობითი. მამამისიც ასეთია. არაჩვეულებრივი კაცი, არაჩვეულებრივი მოქალაქე. მამამისიც ასეთია, მე მამამისთან ერთად ერთხელ ვიყავი, თავბედი ვიწყევლე, ამ 40 წლის წინ ტყეში. თავბედი ვიწყევლე მეთქი, იმიტომ რომ მე აღარც მომდომები არასოდეს. ის კაციც დადიოდა, ახლაც დადის, მაგრამ ნუ მაშინ 40 წლის წინ მით უფრო დადიოდა, ტყეღრე დადიოდა, ახლა 80 წლის არის. დადიოდა ტყეღრე, დადიოდა და წაიყვანდა ხოლმე ბავშვებს, ნათესავია ჩემი. ჩვენს წაგვიყვანდა ხოლმე საკუთარ შვილებზე აღარაფერს ვლაპარაკობდა, რას არ მოატარებდა. მე აკიკითხავით ერთხელ ვიყავი, ზემო იმერეთიდან რაჭის-ფთებამდე. თავბედი ვიწყევლე მეთქი, მეორეჯერ აღარც მომდომებია. მაგრამ სხვები, ვინც ჩემთან ერთად იყო მაშინ და არა მხოლოდ ისინი, ხო? მათ შორის მისი შვილები, იმის შემდეგ 40 წელია დადიან. მოსეები დადიან მეთქი, ასე ვიტყვი. ხო და ეს ჩემი ნათესავი, ჩემი ხნის კაცი, არაჩვეულებრივი მოქალაქეა მეთქი. მას აქვს ერთი, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ერთი არსებითი მინუსი, მე ესე ვუყურებ. ის ქართული ოცნების არა თავგადაკლული მაინც და მაინც, მაგრამ მომხრია, არა, ჩუმი კაცია. Facebook-ზე სტატუსსაც არ გამოაქვეყნებს ქართული ოცნების მომხრე სტატუსს, მხარდამჭერ სტატუსს, მაგრამ მე ხო ვიცი, რომ ის ქართული ოცნების მომხრია და მეორე ნაკლიც აღმოუჩინე, ალბათ, მაინც ასე ვიტყვი. გაგიკვირდებათ და არ მინახავს, გულახდილად ვიტყვი, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, ჩემი აზრით, თუ საქართველოში იმყოფებოდა, შეძლებული კაცია და ხშირად მოგზაურობს ხოლმე, თუ საქართველოში იმყოფებოდა, მან მოჰკიდა საკუთარ შვილებს ხელი და შესაძლოა არა მხოლოდ და წაიყვანა, რა ქვია, ოჯახის სიწმინდის დღეზე, გუშინ, 17-ში, რუსთაველის გამზირზე, აისეირდეს, ჩაისეირდეს. ისეს მაღალი ალბათობით. ასე ვიტყვი, თუმცა კვლავ ვადასტურებ, რომ არ მინახავს მისი ფოტოები. ამგვარია, წავიდოდა, თუ არ წავიდა, ნამდვილად წამსვლელი იყო, თუ არ წავიდა, მხოლოდ ობიექტური მიზეზი ჰქონდა, შესაძლოა იყოს იმყოფებოდეს საზღვარგარეთ, უცხოეთში და ასე შემდეგ. მოკლედ, მას მივესალმები, საკუთარ თავს უთუოდ ამოიცნობს, გვარსახელს კი არ ვასახელებ, მათ შორის იმიტომ, რომ ის არ არის საჯარო პერსონა და პრინციპში არც აქვს მნიშვნელობა ეხლა გვარსახელზე ყურადღების გადატანას. თან მისგან ნებართვაც არ მაქვს საბოლოო ჯამში, ასე რომ ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ, არა, ბჭყალებში სხადია, ბჭორაობ მასზე. მე მყავს მეორე ახლობელი ნათესავი ასევე შეძლებული კაცი და თუ პირველი 7-ჯერ, 8-ჯერ, 10-ჯერ მოგზაურობს უცხოეთში წლის განმავლობაში, ეს მეორე ახლობელიც მოგზაურობს 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ. ისიც შეძლებული კაცია მეთქი ამის თქმა მინდა, ოღონდ მასაც აქვს ძალიან კარგი დამატებით, მას აქვს კიდევ ერთი თვისება, წაიყვანს საკუთარ და არა მხოლოდ საკუთარ შვილებს. და ბაკურიანში მიყავს სამთარ ზაფხულ, გუდაურში მიყავს სამთარ ზაფხულ. მოატარებს ხოლმე და ბევრ რამეს ისიც ასწავლის. ზაფხულობით კვირაში ერთხელ. აი ზამთრობით, შემოდგომა ზამთრობით შესაძლოა ორ კვირაში ერთხელ. მაგრამ მასაც უყვარს, აი მისი ორგანული ნაწილია ბავშვებთან დროის გატარება,
მათთვის რაღაცის სწავლება, მათთან ერთად ღლიცინი, სწორი აღზრდა, მეთქი ასე ვიტყვი. აი არა, მე არა ვარ ჯაბანი. ყოველ შემთხვევაში ეს მგონია. მაგრამ მათი მიუხედავად იმისა, რომ დღე-დღე არ დავატარებდი ჩემს უფროს შვილს და არ დავატარებ ჩემს უმცროს, ვერ, უფრო. ეს თვითონ არ მიყვარს მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ჯაბანი მაინც არა ვარ. და ესენი კიდე ძალიან კარგად ზრდიან, აი შეზრდილები არიან, პატარები არიან, სულ მუდმივად თამაშობაში ატარებენ დღედამოსწრებაა, თავის დღედამოსწრებაა. დღეებს, როცა სამსახურებიდან ბრუნდებიან, ეხლა მათი ყოველდღიურობა მაინც და მაინც კარგად არ ვიცი, მაგრამ საქმე სამსახურებიდან როცა ბრუნდებიან, უთუოდ ყოფნით რესურსი, რომ დაუსხდნენ საკუთარ შვილებს, წიგნი წაუკითხონ, ელაპარაკონ, გაარჩიონ, ისაუბრონ და ასე შემდეგ. ერთიც და მეორეც ერთმანეთზე უკეთესები არიან, მეთქი ასე ვიტყვი. ამ მეორე ჩემ ახლობელ ნათესავს ერთი ჩემი აზრით დამატებით პლუსი აქვს პირველისაგან განსხვავებით სხვათა შორის. ის ქართული ოცნების მომხრე სულაც არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ პოსტ სტატუსზე აქვეყნებს ანტიბიძინა სტატუსებს აქვეყნებს, არა, ისიც დუმს საჯარო სივრცეში, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ის სულაც არ არის ქართული ოცნების ამომრჩეველი და მესაც გეტყვით 1-2 3 4 მიტინგებზეც კი, არათუ დავლანდე, აქციებზე, არამედ შემხვდა კიდეცაც ფრიად მესი ამოვნა, ასე ვიტყვი. კარგი კაცია ერთიც და მეორეც კვლავ ვიმეორებ. ერთიც და მეორეც უწესიერესები არიან, აი პირველი წესიერია მიუხედავად იმისა, რომ მოჰკი და ბავშვებს ხელი და წაიყვანა მაღალი ალბათობით. სიწმინდის დღეზე საბოლოო ჯამში რას დაუშლი, ასეა. უნდა წაიყვანა, მისი გადაწყვეტილებაა და ასე შემდეგ. მეორეს არ წაუყვანია, მეორეს არ მინახავს მისი პოსტები, მაგრამ მე ხო ვიცი რომ არ წაუყვანია. მე მყავს მესამე, ოღონდ ამ შემთხვევაში არა ნათესავი. კარგია. ახლობელიც არასწორი სიტყვა, ნაცნობი ჩემი, რომელიც როგორ თქვა ახლა, მაინც გვარსახელს ცხადია არ დავასახელებ, უფრო არ დავასახელებ. მაგრამ ერთ გუშინდელ ამბავს მოგიყვებით მისას, მის შესახებ. ეს კაცი ასევე ჩემი ხნის დაახლოებით გუშინ იყო ოჯახის სიწმინდის დღეზე. ოჯახის სიწმინდის დღეზე რომ იყო, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მე წავიდა სამეგობროსთან ერთად და რომელიღაც რესტორანში გამოტყვრა. ბოდიშს ვიხდი თუ საკუთარ თავს ამოიცნობს. არა, მას არ უბოდიშებ, უბრალოდ ამ ზმნისთვის უფრო ვიხდი ბოდიშს. გამოტყვრა რომელიღაც რესტორანში და მე ძმაკაცები რუსთაველი სიტყვას ვიხმარ, არ გეგონოთ რომ რამეს ბილ სიტყვაობდე. ბოზებში წავიდნენ. გუშინ ბოზებში კახპაკალებში წავიდნენ. ოჯახის სიწმინდის დღე იყო, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ. მან თავად იზეიმა ეს დღე. არ გჭირდებათ ალბათ იმის შეხსენება კი არა, ალბათ თავადაც მიხვდით, რომ ეს შუახნის კაცი, რომელიც არ აყავს ხო ბოდიშს ვიხდი, აქვე ვიტყვი რომ ოჯახის სიწმინდე კი დაიცვა გუშინ, მაგრამ თავად საკუთარი ოჯახი არ ყავს. და ეს ვერაფერი გამართლებაა იმისა, რომ ბოზებში წავიდა, მაგრამ ობიექტურობისთვის ვიტყვი რომ საკუთარი ოჯახი არ ყავს, ალბათ ასეც იქნება, ასეც დარჩება ჩემ ხელაა, ჩემზე ოდნავ უფროსი. ბოზებში გამოისერდა. ეს მე მითხრეს, მეამბეს, ბევრი ვიცინე მეთქი, ასე ვიტყვი. მე მყავს მეოთხე ნაცნობი, მესამეზე ხო გიამბეთ. მე მყავს მეოთხე ნაცნობი, რომელმაც გუშინ მოჰკიდა ხელი საკუთარ შვილებს, სწორედ გუშინ და წაიყვანა ქალაქ გარეთ. ქალაქ გარეთ 4 შვილი ყავს და ქალაქ გარეთ ბავშვებთან ერთად გაატარა არაჩვეულებრივი დღე ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად. ეს უკანასკნელი გაგიკვირდებათ და ხელისუფლების მომხრე არ არის, უпроцовად ხვდები რომ არც გიკვირთ. ახლა ერთი პოსტი უნდა წაგიკითხოთ. ამ პოსტს და იმდენად ვრცელი პოსტია, სიმართლე გითხრათ რომ ალბათ ყველაფერს ვერ წავიკითხავ, დაგღლით და იმიტომ. ამ პოსტის ავტორი არის, ბოდიშს ვიხდი. ამ პოსტის ავტორი არის, შევიდეთ ჯერ იაგოსთან, ანუ იაგო კაჭკაჭიშვილთან, ცნობილ კაცთან,
რომელმაც გუშინ იყო თუ გუშინ წინ უი ვეღარ ვნახულობ რატო ვეღარ ვნახულობ ნახე კი ბატონო გაცდავთ გუშინ იყო თუ გუშინ წინ გუშინ გამოაქვეყნა ნანადი ხამინჯიას ურთელესი სტატუსი რომლის ყველა სიტყვას ყველა აქცენტს ყველა მახვილს მე ვეთანხმები პოსტი აკიგითხარით ცელია მის ჩაკითხვას სჭირდება დაახლოებით 10-8 წუთი ამიტომ არ შეგაწყენთ თავს და აი ესე გადავახვევ ხოლმე და ჩაგიკითხავთ დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს ქართველთა ნაწილი როგორია საზოგადოება რომელიც ოჯახის ცნებას პატივს ცემს მისურიში გადმოსვლის მერე მივხვდი ქალბატონი ნანა იმყოფება მისურიში შეერთებულ შტატებში ოჯახის წევრები ყველგან ერთად რომ დადიოდნენ ბავშვებიანად საღამოობით ერთად სადილობდნენ სამაგიდო თამაშებს თამაშობდნენ შაბათ-კვირას კარვებით დადიოდნენ ყველა კლასგარეშე საგანმანათლებლო პროგრამა მშობლების აქტიური მოხალისეობით ხორციელდებოდა 2012 წელი იყო ამ დროს საქართველოში მამა პამპერს თუ უსვიდა შვილს და ეზოში ასე ერნებდა მაგარ მამად ითვლებოდა და ინტერვიუს წერდნენ მასთან აქ შევწყვიტოთ ერთი წამით მე მაქვს კითხვა აი ჩემმა პირველმა ნაცნობმა რომელიც რუსთაველზე იყო გუშინ დარწმუნებული ვარ კი არა ზუსტად ვიცი რომ პამპერსის გამოცვლას იცის და ბავშვის გასეირდება ხო იცის და იცის სადილის მომზადება ხო იცის და იცის და ასე შემდეგ, მაგრამ 98.4% არ თაკილობს პამპერსის გამოცვლას საკუთარი შვილისთვის. მე გულახდილად გეტყვით, გამომიცვლია პამპერსი. ერთხელ კი არა. ბევრჯერ გამომიცვლია. და ამას არათ ვარ ვთაკილობ, არამედ ვამაყობ კიდეც და მე არა ვარ როგორც საუკეთესო გამომცვლელი, ხა ჩემ მეუღლეს ერთი რა შევედრები. რას გავეჯიბრები და ჩემ მეუღლეს კი არა, აი პირველი რო დავასახელე, ჩემი ახლობელ ნათესავი, ან მეორე რო დავასახელე, ვერც იმად გავეჯიბრები ალბათ. მაგრამ 90 დავსვი ეს კითხვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აი ეს შავებში გამოწყობილები მეტწილად, რომლების ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობენ, მათ ეს გაუკეთებიათ. განვაგრძოთ ქალბატონი ნანას სტატუსის კითხვა. გადავახვიე, ზოგადად ოჯახის სიწმინდე რას ნიშნავს სრულიად გაუგებარია ჩემთვისო ბრძანებს ქალბატონი ნანა, მაგრამ მოდი ჩავთვალოთ, რომ კარგ ოჯახს ნიშნავს, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და ერთმანეთს ეზრუნავენ, სწორედ ეს არის. და არა მაინც და მაინც ერთ კონკრეტულ დღეს 17 მაისს, რომელიც რატომ დაწესდა სწორედ 17 მაისს ეს ოჯახის სიწმინდის დღე, ამაზე არც გავამახვილებ, აღარც გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ჩემი მოსაზრებით ნაკიან წელიწადებში 366, ხოლო ჩვეულებრივ წელიწადებში 365 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ მამაკაცნი ოჯახისთვის და დედაკაცნი ოჯახისთვის. ეს არის ოჯახის ყოველდღიურობა, ოჯახის სიწმინდის თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა უნდა ვიხმაროთ, დაცვა. თვალსაჩინოებები დაცვისა, როგორც პირველ შემთხვევაში იცავს ჩემი პირველი კოცი, ან მეორე შემთხვევაში იცავს ჩემი მეორე ანტიკოცი. ნათესავი. ქალბატონი ნანა ბრძანებს, თურმე წელს უკვე მე-11 აღენიშნება ეს დღე. ნახოთ როგორ ეხმარება სახელმწიფო ოჯახებს. 10,000-ობით ქალი 10 წლეულია გადახვეწილია საკუთარი ოჯახიდან. დიახ, ვაღიაროთ, ხო თამაზ ელიზბარაშვილს ჰქონდა ცოტა უხეში, ვიღაცას არ მოეწონა, დღეს ვნახე ეს ვიდეო. ხო, აი რეცხავს ზაღლის საკუთარი ზაღლების, რო პატრონობს იმ ზაღლების თვის განკუთვნილ ჭურჭელს რეცხავს სადილს ამზადებს, ლაპარაკობს კამერა ესე მიყუდებული აქვს სადღაც ხან შემოდის კადრში, ხან ზაღს ეჩხუბება, კარგი გაგებით ცხადია და ასე შემდეგ. და მე იწყებს გინებას ტრადიციულს. მამაკაცები და ის უხეში ფორმა და ისმნაც უხეშია, როგორც ახლა ვიხმარ. მამაკაცებს გაშვებული ყავთ მეუღლეები უცხოეთში, რომლებიც მართლა ძალიან მძიმე შრომით არიან დაკავებულნი. ყველა შრომა პასაპატიო არა, საკვირველია და არც ერთი არ არის ღირსების შემლახავი შრომა, არ ვკამათობთ ამას. მაგრამ მძიმე კია 70 თუნდაც 52 თუნდაც წლის ქალბატონებისთვის,
არ გაგემეტება, ხო, ასე ვიტყვი, კი ბოდიშებ, ცხადია, ყველას უდასტურებ პატივისცემას, რომ იმათმა განმოვაგზავნონ 500-700 евро ყოველთვიურად და ეს მამაკაცები მე რომლებიც ხოთაშორის ბევრი იყვნენ და ყველამ ვიცით ამ ოჯახის სიწმინდის დღეზე ეს მამაკაცები შავებში გამოწყობილები და შესაძლოა ჯვრით ხელში გადიან და ოჯახს სიწმინდეს ამ ქალებთან ერთად სიწმინდეს იცავენ ეს ხომ ფაქტია დედის გარეშე გაიზარდნენ თაობები და ახლა ასე იზრდება ბევრი მოსწავლეო ბრძანებს ქალბატონი ნანა ერთი პროგრამა მაინც თუ გახსოვთ რომლითაც სახელმწიფო ამ ოჯახებს დაეხმარებოდა ან ამ ქალებს დაეხმარებოდა დაბრუნებაში და მართლაც მოდი ვიკითხოთ უყლებლივ ყველას ვკითხოთ მათ შორის ჩემს პირველ ნათესავს ვკითხავ რომელიც კარგი კაცია კვლავ იმე რომ ერთი ნაკლია კან ორი აქ აქციაზე იყო მაღალი ალბათობით და ოცნების მოხრე კი ნამდვილად პროგრამა გახსოვთ ქალებს რომ ეხმარება დაბრუნებაში ან ბავშვთა სოციალიზაციას უწყობს ხელს ოჯახებს ეხმარება მეორე კითხვა ქალბატონი ნანას მიერ დასმული წელიწადში 100-ზე მეტი არასრულწლოვანი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მართლაც რო გავიდნენ და დაიხატნენ კობახიძე და კალაძე პაპუაშვილი და მდინარაძე სხვები და მწყაზარი კი არა უდრტვინველი სახეებით რომ ჩაიარეს რუსთაველზე რომელიც ახლა ასე უნდა ვთქვა მათი არ არის მაგრამ კარგი მე ვცდები მე უხეში ვარ როგორც შეიძლება ამის თქვა რუსთაველის გამზირი ყველასია კარგი გაანებეთ თავი ამ ჩემ რეპლიკას ამაზე თუ გაამახვილებთ ყურადღებას მე მაქვს კითხვა ამ პერსონებთან 100-ზე მეტი არასრულწლოვანი რომ ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და მათგან უმეტესობა ოჯახის წევრი ან ოჯახის ახლობლის მხრიდან ოჯახის წევრები მამები გიბოდიშებთ ცხადია მაგრამ სექსუალურად ძალადობენ შვილებზე ოღონდ ეს მამები მერე თუ გადარჩნენ მაინც და მაინც გადიან რუსთაველის გამზირზე მათი ნაწილი მაინც და ხსენებულ კობახიძესთან ერთად დაიარებიან აღმა და დაღმა ზეითქვეით ვერ ჩემ მეგობარს უყვარს ამის თქმა ასე თქმა რამე ცხელი ხაზი გეხსენდება სადაც ბავშვებმა უნდა დაარეკონ პრობლემების შემთხვევაში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ამაზე და მათაც ხელს უშლიდნენ სხვა შვილი ძალიან კარგი პასაჟია ქალბატონი ნანა დიხამინჯიასი დიახ ამათმა ხო შექმნეს რაღაცა რუსული კანონი მეორე რუსული კანონი მესამეს ქმნიან ფარა შმარა რაღაცებს ლაპარაკობენ ხო ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყო რომლებმაც რეგისტრაცია არ გაიარეს რომლებიც უცხოეთიდან იღებდნენ დაფინანსებას და ახლა უცხოეთიდან დაფინანსება თურმე კობახიძესთან უნდა შეთანხმდეს და არადა ეს არასამთავრობო ეს უკანასკნელი ამ პროფილის უკანასკნელი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებოდნენ ბავშვებსაც, მშობლებსაც, სოციალიზაციას, რეაბილიტაციას, ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამები ჰქონდათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უყურეთ შემდეგი პოსტი ქალბატონი ნანასი უკვე მე რამდენი კვლევა აჩვენებს რომ ოჯახების საკმაო ნაწილს არ აქვს საკმარისი ფული რომ სკოლაში საკვები არ კვების ფული გაატანოს შვილებს არ არის ასე? კითხვა ვინმე მუშაობს ამ მიმართულებით პერიოდულად ლოზუნგების გადმოგდების გარდა კალაძე მუშაობს დიდი ქალაქების გარდა ოჯახური გართობასაც შეიძლება საქართველოში. ეს მართლაც ასეა. ქალბატონი ნანა მე უკვე ახსეა ასახელებს კონკრეტულ რიცხვებს, რომ თბილისშიო ის ესე იგი ექსპლორატორიუმში შევედიო ერთადერთიაო და 30 ლარი ღირს ბავშვი ვარ ოჯახიო წავიდეთო 4 სულიანი 120 ლარი უნდა გადავიხადოთო როცა $135 ვიხდი წლის განმავლობაში ოჯახისთვის და თვეში ორჯერ დავდივარ შეერთებულ შტატებში ამგვარ დაწესებულებაშიო კიდე რაღაც რიცხვებს ასახელებს ორი ასე იგი წლიური ოჯახური აბონემენტი არის პარკში და ულიმიტო შესვლა მაქვს და ასე შემდეგ ჩემი მეგობარიაო 9 შვილი ჰყავსო და შემოსავალი კი დაბალიო, მაგრამ ამის მიუხედავად დადისო უცხოეთში თავის უცხოელ მეგობარზეა როგორც ჩასლაპარაკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, სად არის? რა ვერ გამოყვამ? კი, საეკონომიკა იზრდება, ბიუჯეტი იცით, როგორ კარგად აგვაქვს საქმე ჩვენ, სოფლიო ბანკის მონაცემებით ამ ნაწილში გავიზარდეთ. ასე კი არა, აჩვენებენ რომ ჩვენი მშპ PPP თუ person per capita ჩვენთან არის ასეთი არაჩვეულებრივი გამოვა რომელიმე ოცნების მომხრე, ოცნების წევრი, ოცნების ექსპერტად წოდებული, ოცნების ჟურნალისტად წოდებული ამ მნიშვნელობა კობახიძეები გამოვლენ ზარკოს ტვინით. უხეში ვარ. მაგრამ მე მაქვს კითხვა. რას აკეთებს ესენი ეკონომიკა რო ესდებათ, რას აკეთებენ ძალადობის აღმოსაფხვრელად ან რასად წავიდეს ბავშვი. მე რომ ვიმყოფები ხოლმე მე წელიწადში ერთხელ ორჯერ მაქსიმუმ. რომ ვიმყოფები ხოლმე პატარა ლილესთან ერთად რომ მივდივარ ასე მაგალითად რაღაც უცხოეთში, წელიწადში ერთხელ, იქ სივრცეებია, აქ ვერ მივდივარ ვერსად.
ვერ მივდივარ ბავშვს აქ ვერ ვართობ ახლა საბავშვო ბაღშია ამ წუთებში ძალიან კარგია სიმართლე გითხრათ მართლა კარგია საბავშვო ბაღები მათთვის სახელმწიფო საბავშვო ბაღებს გულისხმობ კი არა ვაკეფ ხა კალაზის ხება რაც მინდა როლა როგორც ჩანს შვილი სადაც 5 წელი არა უკაცრავად ქალაქი ბოდიში სადაც 5 წელი ვიცხოვეთ კალიფორნიაში გადმოსვლამდე საუნივერსიტეტო ქალაქია და არც ისე შეძლებული 200,000-იანი მოსახლეობიდან ნახევარი ფერმერია რამდენიმე სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანული ეკლესია კათოლიკური ბაპტისტური ევანგელიზური მორმონების და ასე შემდეგ საინტერესო ისაა რომ ყველა ეკლესიას აქვს საკვირაო სკოლა ზოგს დაბალფასიანი ბაღი, ზოგს გახანგრძლივებული პროგრამები, ზოგს მუსიკის და სპორტული პროგრამები ბავშვებისათვის. მუნიციპალურ პროგრამებზე არის საუბარი და ასევე საეკლესიო პროგრამებზე, ხო? ეკლესიები, ანუ კონფესიები, წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ამას. და ყველა არის ოჯახურად ჩართული. უზარმაზარი პრობლემაა კაცების მეტწილად ლუდომანია, ლოთობა და ნარკომანია ჩვენთან. აქედან მოდის ოჯახური ძალადობის ნახეთ როგორი გადავსებულია სათამაშო სახლები, ანუ კაზინოები. აბა შევისეირნოთ. მოდი აი დავთქვათ დღე მე არ მინდა მის ნახვა არამც და არამს, მაგრამ მოდი აი მამუკა ერთხელ დინაძის ვეთქვი. რა ქვია იმ ფეხსაცმელს არ მახსოვს. მოკლედ, წამო ერთად წავიდეთ რომელიმე კაზინოში. მე და შენ, მამუკა დინარაძე. ნახე როგორი გააგრესიულებულია უმრავლესობა, ვინც იქ შედის. არა, მე ეს ვიცი, ეს მინახავს, გულახდილად გეტყვით. ანუ მალავ რომ მინახავს ჩემი თვალით. საშინელი მდგომარეობა საკვების ხარისხის კუთხით და ასე შემდეგ. მოკლედ ნანა დიხამინჯიას ეს არაჩვეულებრივი პოსტი გაზიარებული იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ მასაც მადლობა ცხადია, იმიტომ რომ მე უკვე კომენტარები მოხვა ამას, მათ შორის ამ ქართული ოცნების მომხრე ერთი ფრიად უგვანი ქალბატონის მხრიდან, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორია თურმე თან ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა, როგორც მე კარგად არ მახსენდება მისი მოღვაწეობა ხმამაღლად, მაგრამ მისი ჟურნალისტობა, მაგრამ ოკეი, ჩემი ხრის არის ცოტა მეტი, ცოტა უფროსი, მაგრამ არა აქვს ხა მნიშვნელობა ამას, რომელსაც მე ვიცნობდი 90-იან წლებში, ჯერ კიდევ უზენაეს სასამართლოში რომ მუშაობდა მაშინ პერიოდიდან და მე გადამეკარგა და ასე შემდეგ, ფრენდი არის თუ არა ისიც არ ვიცი, მოკლედ მისი კომენტარების მოხვა სრულიად არაადეკვატური. და თავარი მეგობრებო, თუ ოჯახის სიწმინდეზე ვლაპარაკობთ და ოჯახის დაცვაზე ვსაუბრობთ ზოგადად, რატომ არ შემოგვახსენდება ხოლმე იმ 50 პატიმრის ცრემმდინარე დედები, რომლებიც ყოველდღე არიან რუსთაველზე, ან ყოველდღე არიან საპატიმროსთან, ან ყოველდღე არიან საპატიმროში, ან ყოველდღე არიან სადღაც სასამართლოში არიან, პროკურატურაში არიან, ადვოკატებთან არიან, ყოველდღე გადიან მართლა 10 კილომეტრს. მეტრს სატრანსპორტო საშუალებებით ფეხითაც სხვათა შეხიდებით შემწეობით რომლებსაც ცრემლი არ შეშრობიათ ეხ უკვე 4-5 თვეა და რომლებიც კითხულობენ რომ ეს ცრუმოწმე რომ მოვიდა რომ აბსურდს რომ ლაპარაკობს ახლა ამ ცრუმოწმეს რატო უჯერებს ის მოსამართლე რომელიც დარწმუნებული ვარ ოჯახის სიწმინდის დღეზე სიწმინდის დღეთ წოდებულზე თუ გნებავთ ასე ვიტყვი მაგრამ თუ გნებავთ არ ვიტყვი ასე ხელკავ გამოდებული მიდიოდა რომელიმე ხელისუფალთან აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან ერთად ან ოკანარიკში მიდიოდა რა მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში ამ ცრემ შეუშრობელ დედებს ოჯახები არ ახავთ შვილები არ ახავთ მათ არ უყვართ ისინი გარიყულნი არიან ოღონდ რატომ არიან გარიყულნი ოკეი ეგეც ამიხსენით ვინმე რეციდივისტია რომელიმე მათგანის შვილი რა დააშავეს იმ სინდისის პატიმრებმა რომლებიც გამოვკეტილი ყავს და მძევლად ყავს რეალურად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას რომელიც ესოდენ დიდი დამცველია ოჯახური სიწმინდისა თუ ოჯახური ღირებულებებისა არა უყვარს განა არ უყვარს ბიძინას მისი ცოტნე და მისი ბერა მისი კაც უყვარს მეუღლე და მისი გვანცა და მისი უტა უყვარს განა არ უყვარს თავისებურად უყვარს სხვანაირად უყვარს სხვანაირი გაგება აქვს სიყვარულისა ეს არ ვიცი ხა მაგას კი ვერ შევალ ხა პროცესად ჩემი წარმოდგენები მაქვს მაგრამ უყვარს აი ცოტნეც გამოვიდა გუშინ რაღაცეები თქვა აი ჩვენ ანუ ამანებით თავიო საბოლოო ჯამში მოვედი ამ იმაზეო არა ვარ მაინც და მაინც ეხლა ის რომ დავხრიტოთ ეს ვერბალურად დავხრიტოთ ეს ცოტნე გავიგე რაღაცა თავის სააზროვნო ჩარჩოები კარგი გაგებით მე ჩარჩოები თვალსაწიერები აქვს უყვარს მაგრამ მე მაინტერესებს აი ეს 50 ბავშვი ახალგაზრდა
და არა მხოლოდ ახალგაზრდა 50 პოლიტპატიმარი სინდის პატიმარი ცრემლ შეუშრობელი უნდა იყოს მათი დედა და აი ამ მიტინგებზე გასულს მათ შორის ჩემს პირველ ნათესავს არ კიდე კარგი არ ვლაპარაკობ ამასზე ოკეი არა როგორ გეკადრება არ ვლაპარაკობ არა მე გეკითხებით ამ რეჟიმს ტყვეები რო ყავს ამ რეჟიმს გამოკეტილები რო ყავს ოჯახური სიწმინდის თვალსაზრისით მათ არ უნდა იზეიმონ კი არა მათ არ უნდა გაიხარონ სადმე კარგით გავანებოთ და გებუაძე აჭარის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ეხლა ნახეთ მე როგორი პერფორმანსი შემოგთავაზოთ გავიტკაცუნ გამოვიტკაცუნო ხელები ნახეთ როგორი მზია ამაღლობელის ხელის მტევანი ხო წარმოგიდგენიათ რამდენად პატარაა ჩემი ხელის მტევანზე არ ვიცი ნუ ვიდობითად ჩემი თუ არის 5 მეხუთედი მისი არის 4 მეხუთედი 3 მეხუთედი ანუ პატარაა ხო ბუნებრივია რომ მე უფრო დიდი მტევანი მაქვს ნუ ამ შემთხვევაში მარჯვენა ავიღეთ უგნებოდ მარცხენას ავიღებ არ მახსოვს რომელი ხელით გაარტყა მზია ამაღლობელმა დგებუაძეს იმის გამო რომ მზია ამაღლობელმა გაარტყა დგებუაძეს ეს მზია ამაღლობელი რომის პაპიც კი ლაპარაკობს ლამის კი არა ნამდვილად მასზე ირიბად მაგრამ ლაპარაკობს ყველა ლაპარაკობს სოფლიოში საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციები უფლებადამცველი ორგანიზაციები ევროკავშირიდან საქართველოსთან ხო ერთი ამბავია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გამოდის ეს ხსენებული დგებუაძის სასამართლო პროცესზე და გონი დღესაც ამბობს იმას რომ ლოყა ახლაც რამდენი ხანი გავიდა ლოყა კაც შეცითლებული აქვს მე კარგად მინდა დავსვა კარგი რაკურსით დავსვა ახლა კითხვას პლაკატი იყო გამოტანილი აქციებზე ანწუხელიძე უკვდავია ანწუხელიძე ოდნავ უფროსია აწყოში ამ დგებუაძეზე რამდენადაც ხვდები მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი თავობის წარმომადგენლები არიან დგებუაძე ცოცხალი და დაღუპული ახლა არა უკვდავი მაგრამ საფლავში რო წევს ის გიორგი ანწუხელიძე ხო კაცია კი არა ზეკაცია და დგებუაძე კარგი გაგებით გეკითხებით ყველას ვინც იყავით ოჯახის სიწმინდეს დღეზე და ვინც უჭერთ ხარს ქართულ ოცნებას კაცია აი იმ კონოტაციით კაცია რა კონოტაციასაც დებთ თქვენ ამ რასაც გულისხმობთ ამ სიტყვაში დაგმირდით რომ პერფორმანსი მექნება მეთქი ხო წარმოგიდგენიათ მზია ამაღლობელს რამდენად პატარა მტევანი აქვს შესაბამისად თითები 1 2 3 4 5 ყველას 5 თითი გვაქვს თუ მარჯვენაზე თუ მარცხენაზე და მზია ამაღლობელმა აი ესე დაარტყა თქვათ მე მეტყობა რამე ხო არ მე კარგად დავირწყი მე მგონი ხა მთლად ტაისონიც ვერ ვიქნებოდი საკუთარი თავის წინააღმდეგ მაგრამ არა მგონი არაფერი ამიტყვა ცოტა მტკივა გულახდილად გეტყვით მაგრამ ზუსტად წაწუთ ნახევარში გამივლის დგებუაძეს 4 თვეა თუ 3 თვეა თუ 5 თვეა რა ვერ გაუარა გინდა წყენა და გინდა ტკივილმა და რა გორ გამოდიან პოლიციელები რომლებიც ამბობენ რომ იცით მე დაახლოებით ამას ამბობენ რომ მე შევატყე რომ მას ეთკინა მე ვიცი რომ მას ეთკინა მას ეთყობოდა რომ ეთკინა მას ტკიოდა ნამდვილად ტკიოდა რამდენი ხანი ტკიოდა 4 თვეს ტკივა ანწუხელიძეც კაცია კვლავ ვიმეორებ და ოჯახის სიწმინდის დღეს როზე იმობენ მათ ვეკითხები პირველ ყოვლისა ანწუხელიძეც კაცია და დგებუაძეც კაცია იმ გაგებით რა გაგებასაც მოქალაქეები სამართალდამცავი ახალ პროფესიით ამაზე არც ვლაპარაკობ ხო როგორც დგას სასამართლოზე და იმას კი აღარ იხსენ ხო იმასაც ამბობს რომ ალბათ მე შევაგინე მაგრამ ისიც რა როდესაც სისხლით დავსჯი აქ გულისხმობდი იმას რომ ეს მუქარაკი არ იყო ეს უბრალოდ თქვი რომ იცით რა არის ამ ქალბატონს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება იმიტომ რომ ეს ხაპრები მოუყევით ზარქუას არ ვიცი დგებუაძე იყო თუ არა თბილისში ჩამოსული ხო დგებუაძეა მე გვარებთან ცოტა ალაოთავარ გვარებთან კოვიდების შემდეგ დგებუაძე თლად ეგრე ალაოდაც არა ვარ ხო და არ ვიცი თბილისში იყო ჩამოსული თუ არა მაგრამ თუ იყო ჩამოსული და სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა დარწმუნებული ვარ ხელკავით დადიოდა აღმა და აღმა ზეითქვით როგორც ჩემს ერთ მეგობარს უყვარს ხოლმე თქმა
დასასრულ კი ის რაც გვაერთიანებს. ჩვენ ვთქვათ, მეც ესე ვიტყვი, ჩემს მიერ ხსენებულ პირველ ჩემს ახლობელს და ჩემს მიერ ხსენებულ მეორე ჩემ ახლობელს, ორივე აკი გითხარით, ნათესავია, ოღონდ მესამეს არა, აი ბოზებში რო იყო იმას არა. ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ, ჩვენი ერთგულება ჩვენი ოჯახების მიმართ. ოღონდ ამ ოჯახებზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სხვაგვარადაც. ტყეღრე მათი გაყვანა ძალიან კარგია, ოღონდ კარგი კონოტაციით ტყეღრე, ანუ მათთვის სწავლება რაღაცებისა ძალიან კარგია. მათი თვალსაწიერის გაფართოება მეუღლეების, კი არა, ჩვენს ვიფართოებთ, ხო? ოჯახის წევრების, შვილების, ასე შემდეგ, ოჯახის, ჩვენი ოჯახების თვალსაწიერის გაფართოება ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ კიდე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენივე ბედნიერების მოპოვება, ალბათ უფრო სხვებს გულისხმობ, ხო? არ უნდა ხდებოდეს სხვათა ცრემლ შეუშრობლობის პარალელურად თუ ხარჯზე, პარალელურად, ოკეი, ამ სიტყვას ვიხმარ. და ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ბედნიერნი და ბედნიერნი კი ვიქნებით მაშინ, როცა ძალადობა როგორც ასეთი ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს. და ძალადობა ლეგიტიმური, ოღონდ რეალურად არა ლეგიტიმური. ქართული ოცნების მიერ ადამიანების ესე გამოკეტვა, წამება, იცით რა შვებოდნენ, მართლა იცით რა შვებოდნენ, ავხსნა, გაგახსენოთ დუმარეებს რა შვებოდნენ. ქართული ოცნების სპეცნაზის წარმომადგენლები რა შვებოდნენ. იჭერდნენ ბავშვებს. აი იმ ბავშვებს, მათთან ატოლებს, კლასელებს, ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს და ასე შემდეგ, ვინც აქციაზე იყო და ვინც ჩემი ორივე ნათესავის კლასელია, შესაძლოა, ახლობელია, ნაცნობია. მოკლედ იჭერდნენ მათ. ოპოზიციურად განწყობილ ბავშვებს კრიტიკულად მოქოქილებს ოღონდ. ძალიან მოქოქილებს. თუნდაც ბჭყალებში ეჭმიტანილებს, ოღონდ აგას ბჭყალებში ჩავსვი ეს სიტყვა, იმიტომ რომ შეიძლება ინტერპრეტაცია მათი ქმედებებისა და ვიღაცამ თქვას, რომ იცით რა მართლა კანონს არ ღვევდა, ამიტომ მე თვითონ არ მგონია რომ კანონს არ ღვევდა, მაგრამ ოკეი, თქვათ რა კანონს არ ღვევდა და 32 წუთია ჯანდაბას მართლა ჩემი თავი აღარ ვტკივა სხვა შეიცლოყა, იჭერდნენ. როს ცემდნენ იმ პოლიციის მანქანებში, კუბიკებში. სისხლი ხომ მოძდიოდათ ბავშვებს, ტკებუაძეს როს წამოუვიდა, სისხლი არ წამოსვლია ოღონდ. ხო, ტკებუაძეს რო ეთქინა, იმაზე მეტად ტკიოდათ ბევრად. ამ სისხლს ჭიქაში აგროვებდნენ და ასმევდნენ. ვიზეიმოთ. ხვალაც ვიზეიმოთ, კი არა, მომავალ წელსაც ვიზეიმოთ ოჯახის სიწმინდის დღე, ოღონდ მოკრძალებული რჩევაა ჩემი, რომ ვიზეიმოთ 365 დღის განმავლობაში, პირველ ყოვლისა, რა საკვირველია. ოჯახები დავიცვათ, ოჯახებზე ვიზრუნოთ 365 დღის განმავლობაში. ვინც ბოზებში დაეხეტება, ისინი ბოზებში ნუღარ დადიან. ვინც უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით სარგებლობენ და არა კაზინოებში დადიან, ისინი კაზინოებში ნუღარ დადიან. ოღონდ ვიზეიმოთ იცივისთან ერთად, ვინცაც მართლა ეზეიმება განა არა და აი მივიდეთ თამაზ გინტურის ოჯახში. თამაზ გინტურის ოჯახში მივიდეთ. წადი ირაკლი კობახიძე თამაზ გინტურის ოჯახში და კითხე, როგორ ხართ. წავედი. ახონდეს.